განათლების სამინისტრომ განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა არსებული სისტემის სრული კვლევა და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც სისტემის განვითარების გრძელვადიან პროექტში გაითვალისწინეს. კვლევების შედეგად შექმნილი დოკუმენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებასთანაა შეჯერებული. მასში გაწერილია განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გასატარებელი ცვლილებები. ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების წარმომადგენლებს დღეს პრემიერმა და განათლების მინისტრმა გააცნეს. პირველად შეიქმნა განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მოიცავს განათლების სფეროს ყველა კომპონენტს. იქნება სკოლამდელი ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლება, მეცნიერების განვითარებასა და სწავლის უწყვეტობის უზრუნველყოფას მოხმარდება ეს ყოველივე. განათლების და მეცნიერების სისტემის შესწავლა ნათლად დაგვანახა, რომ არათანმიმდევრული რეფორმების გატარება და არასისტემური მიდგომა ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც აფერხებდა წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განათლების სექტორის განვითარებას. და ეს არის შედეგი ის, რომ საქართველოს წლების განმავლობაში იყო სამწუხაროდ ევროპაში ბოლო ადგილზე განათლების დონის მიხედვით, არის სწორედ ამის აქედან განპირობებული. და სწორედ ამ მიზნით განათლების სექტორის შემდგომი სტრატეგიული განვითარებისთვის შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები. ჩვენ ვაპირებთ, რომ განხილვები დოკუმენტის გავაგრძელოთ უკვე თემატურ რეჟიმში, როგორც დღეს, ასევე მომდევნო დღეებში და გამოვიყენოთ წლის ბოლომდე პერიოდი, ასევე დოკუმენტის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით დოკუმენტი განთავსდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე, გაიხსნება ინტერაქტიული ფანჯარა, საიდანაც ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო ფართო საზოგადოებისგან მივიღოთ შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები და ასე შემდეგ. Ასაკურველი სტრატეგია მნიშვნელოვანია, მაგრამ უცნაურია, როდესაც სერიოზული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლის თავზე აქვეყნებს ამ სტრატეგიას. პოლიტიკური ძალები არ მოდიან ხელისუფლებაში იმისათვის, რომ იმუშაონ და სტრატეგიაზე ისინი მოდიან სტრატეგიების გადასაწყვეტად და პრობლემების გადასაწყვეტად. მათ უნდა ჰქონდეთ უკვე თავისი სტრატეგია, თავისი ხედვები და 4 წელი არის იმისათვის, რომ განახორციელონ თავიანთი ხედვები.